გადაცემის სპონსორია ფრანგული პრემიუმ ბრენდის ესტედერმის ხაზი ინტენსივ. კანის ინტენსიური დატენიანებისა და სიჯანსაღისთვის ესტედერმი ექსკლუზიურად PSP-ში. გადაცემის სპონსორია კეტონალი დუო. კეტონალი დუო სწრაფად და ხანგრძლივად აყუჩებს ტკივილს. გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. მინდა დავიწყო უკვე ერთწლიანი ტრადიციული სოლიდარობით. სოლიდარობას უცხადებს ჩვენი გუნდის წევრო ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად სინდისის ყველა პატიმარს. თავისუფლებას უსურვებ ყველას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით ძვირფასო ტელემაყურებლებო და მადლობა გადაუხადო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და გვერდში დაგვიდგა ფინანსური კრიზისის დროს. შეგახსენებთ ვისაც გაქვთ სურვილი გვერდით დაუდგეთ ჩვენს გადაცემას, შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ნებისმიერი ჩვენი ვიდეოს კომენტარებში, ვანო შოუს Facebook გვერდზე და ჩვენს YouTube არხზე. იქ წერია იქ ანგარიშის ნომერი, რაღაცა დახასიათება და ასე შემდეგ. რა დღეში ვართ, იქ წერია კარგად. იქ არის კარგად ჩამოყალიბებული რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ახლა ჩვენ. დღეს 28 ნოემბერია, ზუსტად 1 წელი გავიდა უწყვეტი აქციებიდან, ასევე 1 წელი გავიდა პოლიციის უწყვეტი ქანცის გაძრობიდან. 1 წელი გადავაგორეთ, როგორც იქნა და იმედი მაქვს, უწყვეტი აქციის დაწყებიდან 2 წლის თავის აღნიშვნა აღარ მოგვიწევს. ღმერთმა ქნას, რომ აღარ მოგვიწევს და ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლის იუბილეებს აღვნიშნავთ მომავალი წლები. მე ასე ვფიქრობ, რა იქნება და ესე მოხდეს. მართლა განსაკუთრებული დღეა და მინდა ამ დღესთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ხალხს აუხილა თვალი. დიახ, მადლობა ირაკლი კობახიძეს. არაფერი არ მეშლება. რატომ? მე შეგახსენებთ რა ხდებოდა 1 წლის წინ. ოპოზიციურ პარტიებს ერთადერთი ხელჩასაჭირი არგუმენტი, რაც ჰქონდათ, ეს იყო არჩევნები გაყალბდა. ეს იძახიან კაცს ყოველ წელს, ეს ყოველ 4 წელს ესე ამბობენ. იმიტომ რომ თან მე ფურცელმა გაჟონაო. მოკლედ ერთ გაჟონილ წერტილზე იყო ორიენტირებული მთელი ოპოზიციური სპექტრი, რამაც ვერ აიყოლია ხალხი. დადგა 28 ნოემბერი, გამოვიდა ეს ჩვენი ირაკლი კობახიძე და განაცხადა არა, დაახეთქა ჩვენ წვეთ ევროპასთან ურთიერთობასო, რასაც უკვე კარგად გვახსოვს რაც მოხდა. ხო და მადლობა ირაკლი კობახიძეს, რომ მართლობიდან 12 წლის თავზე ალალად განაცხადა, რომ ჩვენ მართლა ევროპა კი არ გვინდა ვაკეთებთ იმას, რაც კრემლს ესიამუნებაო. მე 28 ნოემბერს დავაწესებდი დღესასწაულს და დავარქმევდი სიალალის და გულახდილობის დღეს. სამწუხაროა, რომ 12 წლის მერე ვიწევს ამ სიალალის აღნიშვნა, მაგრამ მე 12 წლის წინაც ვიცოდი, მაგრამ სამწუხაროდ ხალხმა არ იცოდა. ხალხ 12 წელი დასჭირდა არა, პირდაპირ 12 წლის მერე გვითხრა. თორე კიდე რამდენიმე ათეული წლები დასჭირდებოდა ხალხს, რომ ამას მიმხვდარიყო ძვირფასო მეგობრებო. ზუსტად 1 წელი გავიდა უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან და ზუსტად 1 წელი გავიდა, რაც ხალხში აღარ ისმის ფრაზა მე ამ მასთან ერთად აქციაზე არ დავდგები. უბრალოდ ოპოზიციონერები ვერ გადაეჩივნენ. ხალხი მიხვდა, რომ ძალა ერთობაშია, უბრალოდ პოლიტიკოსები ჯერ კიდევ სოლო კარიერას ამჯობინებენ პოლიტიკურ ვითარებაში. დღევანდელ აქციას არ შემოუერთდა გახარიას გუნდი, არც ეცალათ პარლამენტის ტრიბუნას იყენებენ. აზანზარებენო თურმე იქაურობასო. ეს 12 თავზე ხელაღებული დეპუტატი. რა გინდა თქვენ რატომ რისკავთ ასე? თავი გინდა შეაკლათ ქართულ ოცნებას. რას აკეთებთ? ანუ ცეცხლს ეთამაშებით. მესმის რომ ქართული ოცნებას ანადგურებს, მაგრამ ცოცხლები მაინც დაგვიტოვეთ. ცოცხლები.
თქვენ ვინ ყოფილხართ? ვინ ხართ ასეთი დაუნდობლები რა არის კაცო? მართლა აი ეს ზანზარებს მთელი პარლამენტი, 12 კინკილა დეპუტატი. რამდენიმე სინდისის პატიმარმა გამოთქვა პრეტენზია პენტენციურ სისტემაში პატიმრების კვების თაობაზე. ერთ-ერთმა პატიმარმა საკვებში მატლი აღმოაჩინა. ნახოთ როგორ უპასუხა ამ ბრალდებას პენტენციური სისტემის ხელმძღვანელმა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ. ნახოთ. მატლი საკვებში შეხვდა იტალიურ რესტორანშიც. სალიას პასუხი ბრალდებაზე. იტალიურ რესტორანში ვახშმობს. ხდებით, გაიგეთ ხო? კაცი სამსახურიდან გადაღლილი რომ შევიდა იტალიურში და თხლად დაჭრილი შემწვარი ხბოს ხორცი, თინუსისა და ანჩოუსის соусით რომ ჭამა, მერე უმის საქონლის ხორცის ყველაზე თხელი ნაჭრები პარმეზანით, რუკოლათი და ტრიუფელის ზეთით ზედ დააყოლა. ზღვის პროდუქტების სალატში შენიშნა მატლი. პაატა, ეგ მატლი კი არა, კრევეტებია, ესე რომ გითხრა. ასეთი ფორმა აქვს უბრალოდ შეიძლება ციხეშიც კრევეტებია და მატლი გონიათ აი ამ დაბიო სინდისის პატიმრებს. ისე მართალია პაატა, რა მოხდა მერე კაცო? მასე ჩინეთში და ტაილანდში ტარაკნებს და ვირთხებს ჭამენ და აქაც რომ ჭამონ პატიმრებმა არაფერი მოუვათ. ძალიან პრეტენზიულები არიან ეს ჩვენი სინდისის პატიმრები. თურმე მატლი ნახეს, მატლი. მიშლენის რესტორნის მენიუ ხომ არ გინდათ შემთხვევით? ან მასტერშეფი ხომ არ ჩავატაროთ პირდაპირ მან თქვენთან საკანთან და თქვენ დააგემოვნეთ გემოების თამაში გაიგეთ როგორია. ქართული ოცნების პარლამენტმა უკვე განიხილა და მალე ძალას შევა კანონი, რომელიც ემიგრანტებს საზღვარგარეთ ხმის მისცემის უფლებას უქმნებს. პირველი მოსმენით უკვე მიიღეს ეს კანონი. აქაურობისგან განსხვავებით ემიგრანტმა უკვე ზუსტად იცის, რომ ამ მთავრობას არჩევნების გზით ვერ გაუშვებენ. და აქ ვიღაცებს მაინც ჯერათ კიდევ. განსაკუთრებით იმათ ემიგრანტი რომ ჰყავთ გერმანიაში პარტიის ლიდერი, რომელიც ხმას ვერ აძლევს საკუთარ თავს, აი იმას ჯერა რომ არჩევნებით ამათ დაამარცხებს. ამათი დამარცხება შეუძლია, მაგრამ ტრიბუნას მაინც აზაზანებენ ისინი. უბრახუნებენ ეს დაუნდობლები, ეს 12 რაყავს ეს პარლამენტში. ადამიანებს, რომლებიც მინიმუმ ნახევარი საქართველოს უზრუნველყოფენ ფინანსურად, ხმებს უუქმებენ იმ მიზეზით, რომ კარგად არ იცნობენ არსებულ ვითარებასო ქვეყანაშიო. იმ 3 მილიარდი დოლარიდან, რომელიც ერთ წელიწადში გადმორიცხეს, აქ მათმა ოჯახებმა გადაიხადეს გადასახადები, ჯარიმები, სწავლის საფასური, საკვები. ყველა ამ გადასახადიდან მინიმუმ 18% ბიუჯეტში მოხვდა. ეს არის მინიმუმ 9 მილიარდ დოლარზე მეტი. ამ 9 მილიარდიდან მაგალითად 7 მილიონი ყოფილ პრემიერ-მინისტრის სახლში იყო, სეიფში შენახული. ამიტომ მართალია ხელისუფლება, რომელიც თქვენს მიერ გამოგზავნილ თანხას იპარავს და სახლში მიაქვს, რატომ მიგაცემინებს ხმას საკუთარი თავის წინააღმდეგ? თქვენ გადმოგზავნეთ აქეთ ფულები, ესენი სეიფში წაიღებენ. აწყობილი სისტემა გინდათ ჩამოშალოთ? არ ჩამოგაშლევინებთ. არ ჩამოგაშლევინებთ, იცოდეთ. ემიგრანტებთან დაკავშირებით წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა ოცნების პროპაგანდისტმა, მე ესე ვარქმევ, გიორგი იაკობაშვილმა. არ ვიცი ეს ადამიანი, ვინც წინა გადაცემაში ჰქონდა ემიგრანტებზე რო თქვა, რომ ჩამოვიდნენ ბირჟაზე დაჯდნენ. კიდე აგრძელებს ეს კაცი და ნახოთ რა სისაძაგლეს ლაპარაკობს ემიგრანტებზე. იქ უნდა იყოს გადასახადები, იქ უნდა იხადოს. აქ ეს წვლილი არ უნდა შეიტანოს და მე რომ მოკვდება საელჩოს მიადგებიან რა და საქართველოს ბიუჯეტის ფულით აქ უნდათ რომ ჩამოასვენონო. გაიაზრეთ ხომ როგორი საშინელი რაღაც თქვა. რომ გვეკითხებიან ხოლმე გვეშველება რამეო. სანამ ესეთი ხალხი ყავს ქვეყანაში, მანამდე არაფერი გვეშველება ძვირფასო მეგობრებო. აი ეს არც კი ვიცი რა უწოდო, ქვეყნიდან გადახვეწილ ხალხზე, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ, რომ ოჯახები არჩინონ, იმათზე ამბობს, რომ მოკვდებიანო და სახელმწიფოს თხოვენ ჩამოსასვენებელ თანხასო. ნარჩევი საზოგადოება რომ წასულია და აი ასეთები რომ ყრიან ამ ქვეყანაში, რანაირად შეიძლება რამე გვეშველოს ძვირფასო მეგობრებო. რაღაც არ ამგონია, რა ესეთი შეგრძნება მაქვს. ქართული ოცნება სჯის ყველას, ვინც მათი მომხრე და მაქებარი არ არის, ნახოთ რა მიზეზით გაუშვეს სამსახურიდან საჯარო მოსამსახურემ.
ყოფილი საჯარო მოხელე ამბობს, რომ სამსახურიდან ნუცა ბუზალაძის შესახებ გაზიარებული პოსტის დაჰაჰავების გამო გაათავისუფლეს. ნუცა ბუზალაძის დაჰაჰავების გამო გაუშვეს სამსახური და ამიტომ უნდა იცოდეს საჯარო მოხელეებმა, რომ ნუცა ბუზალაძე ყველა სიპის და აიპის უნდა უყვარდეს. და კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ნუცას ყველა სიმღერა უნდა დაგულოთ, ან ჩახუტების სმაილი უნდა დაუწეროთ. ვით ვერ დაიმახსოვრეთ ამ საჯარო მოსამსახურეებმა, რომ საქართველოში თქვენ საყვარელ მომღერლად დანიშნულია ნუცა ბუზალაძე. და თქვენ დანიშნულები ხართ მის ფანებად. ესე არის დაწერილი, დამთავრებული ამბავია. ვაგრძელებ მთავრობის მიერ ხალხის დასჯის თემას, როგორც ვიცით, საქართველოში უამრავი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას. ნახოთ, რას გეკბავს ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნება. არჩევნები დასრულდა, ოცნება სოციალურ დახმარებების გადახედვას იწყებს. მთავრობა აპირებს ხალხს სოცდახმარებები მოუხსნას. რეალურად არჩევნები დამთავრდა და როგორც ხდება, ხოლმე 1-3 წლით მოუხსნიან ახლა დახმარებებს ხალხს. მე არჩევნები რომ მოვა, ისევ დაუნიშნავენ. ერთი სიტყვით არაფერი ახალი, სტანდარტული მართლობაა, არაფერი განსაკუთრებული. ახლა ამ სოცდახმარებებს რომ მოუხსნიან, მოსახლეობა ალბათ აღშფოთდება. იტყვიან ახლა აღარ გჭირდებითო? ნახეთ თქვენ რას გიზამთო, მაგრამ მერე მოვა არჩევნები 1-3 თვით ადრე დანიშნავენ ისევ სოცდახმარებებს და გაიყუსებიან ესე ჩუმად სუსი აღარ იქნება, ჩაივლის არჩევნები ისევ მოუხსნიან, ისევ გაბრაზდებიან, 1-4 ისევ მოარჩევნები, ისევ გაიყუსებიან. ერთი სიტყვით 4 წელიწადში 3 თვე იღებენ სოცდახმარებას. 4 წელიწადში ერთხელ. ქვეყანაში ადამიანები იმაზე ფიქრობენ, როგორ გაიტანონ თავი თვიდან თვემდე. სამაგიეროდ სულ სხვა საფიქრალი და სულ სხვა გეგმები აქვს ქართული ოცნების ჩინოვნიკებს. ნახოთ ინფორმაცია ბათუმიდან. ოცნების წევრმა გიორგი ჭყონიამ ბათუმის მერის წინ მდებარე სახლს უნებართოდ ჯერ 2 სართული დააშენა, შემდეგ კი კოშკი დაადგა. კიდევ უნდა სართულების დაშენება გიორგის უბრალოდ ღმერთმა ხელოსნებს ენები აურია და აღარ გამოვიდა მე დასრულება და იქ დაამთავრა იქვე. მინდა შევეხოთ ემარს, რომელიც ერთდროულად ახარებს და ამწუხრებს ქართული ოცნების მხარდამჭერებს. ბიძინა ივანიშვილმა კრედიტ სუის საბოლოოდ მოუგო სასამართლო პროცესი. 600 მილიონი აქვთ გადასახდელი. ეს ახარებს, მაგრამ ამწუხრებთ ის, რომ ამ თანხას არავინ არ უხდის სანქციების გამო. ამ თემასთან დაკავშირებით გულის ამაჩუყებელი სიტყვებით შეამყო ბიძინა ივანიშვილი მომღერალმა უცნობმა. მოდით ნახოთ რა თქვა მან. ის არის სოფელში დაბადებული უნიჭიერესი ქართველი პატარა ბიჭი, რომელიც ფეხში შველი გაიზარდა. მე მეცაც გეტყვით, ბიძინა თურმე ფეხში შველი დაიბადა. მე აგერ კაცი ამბობს ფეხში შველი გაიზარდაო და ისე მიდის საქმე, სანქციები თუ დაუწეს, ეს ფეხში შველი გააგრძელებს ცხოვრებას დარჩენილი წლები 150 წლამდე. ჩვენ ესე ვარაუდობთ. მინდა შემოგთავაზოთ ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო, რომელიც ასახავს თუ როგორ შრომობენ ქართული ოცნების დეპუტატები 24/7-ზე და როგორი პასუხისგებლობით უდგებიან ნებისმიერ საკითხს. ნაწყვეტი საპარლამენტო კომიტეტის ხდომიდან კომიტეტს უძღვება ოცნების დეპუტატი ქალბატონი ეკა ჭიჭინაძე. დღის წესრიგი გვაქვს ესეთი. საქართველოს კანონში ცვლილებები შეტანის თაობაზე. მომხსენებელი დღეს გვეყოლება განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და გთხოვთ ხელისაწევით დამიდასტუროთ დღის წესრიგი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. სხდომა დასრულებულია. შეგაწუხებთ მეორე მოსმენას. როგორ მომეწონა ეს ინიციატივა, ისე ძალიან კარგია. თან როგორ თავისუფლად მიიყავს სხდომა. ძალიან ნორმალური იყო ეკა, არაჩვეულებრივი იყო. ბოლოს ველოდებოდი, რომ კევისგან ბუშს გაბერავდა და მე ესე გამოწელავდა, თითზე დაიხვევდა, როგორც იციან ხოლმე და მე ისევ ჩვეულებრივად გააგრძელებდა ღეჭვას.
ერთი სიტყვით ეს იყო მსოფლიო საკანონმდებლო ისტორიაში პირველი ღლაჭა-ღლუჭით მიღებული კანონპროექტი ძვირფასო ტელემაყურებლები. აი რომ გაებერა ის კები, მე და გაეხეთქა, უკვე შოუც იქნებოდა, შოუს ელემენტებიც იქნებოდა, მაგრამ იმედია გამოასწორებს შემდეგ მოსმენაზე. ქალბატონი ეკა ჭიჭინაძე რაღაცა ისეთი ქალია, აი კომიტეტის ხდომაზე ნუშის ლიქიორი და გადახსნილი ბამბანერკა რო უნდა ედგას, კონიაკის ნაჩინკიანი ბამბანერკები, ხო იცი ესეთი რო იყოს, დაატკაცონადი და ახალ ბავშვობაში რო არ გვიხსნიდნენ სახში რო გვედოსო, მაგრამ რო არ ხსნიდნენ ამას ეკნებოდა გახსნილი, იმიტომ რომ კომიტეტის ხდომაზე შეეთავაზებინა კოლეგებისთვის. მოდით თემაზე გადავიდეთ. კვლავ არ ცხრება ევროპა. ჩემთვის ყველაზე მძიმე თემაა ძვირფასო მეგობრება, კვლავ გვემუქრება ქართველ მამაკაცებს გათხოვების საფრთხე. მაგრამ მე არ მეშინია, რადგან ჩვენ გვიცავს ნინო წილოსანი. ნახოთ მისი განცხადება. უგულურების დასმული კითხვა, კაცების გათხოვებას გვიპირებენ? დიახ! პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს უნდა იყოს გარკვეული ნორმა. აი რა ვთქვა ახლა მე ამ განცხადებაზე? არც კი ვიცი, რა ვიცი, აი საიდან დავიწყო. მაგრამ რავი, ახლა ვფიქრობ, რა მართლა ესეა, მართლა ისე აი სად არის ის ოცნების ახალი პარლამენტარი? მაჩვენეთ, ერთი ფოტო მაჩვენეთ რა იმისი. აი მთელი ევროპა რო ფეხზე დადგეს, აი ამას რა გაათხოვებს გაფიცე. აი მითხარით ახლა აი ამას რა გაათხოვებს. მე გავიგე ამაზე მიდისო ნადირობა, ხოცავენ თურმე ერთმანეთს შვედები და გერმანელები. ფინელები ბოჟაძეზე ყოფილან გადარეულები, თუმცა მაღალი კაცები მოსწოთ ფინელებს და ისე მე ვერ ხვდები რა მოსწოთ ეს ევროპელ მამაკაცებს ამ ჩემ ქართველ კაცებში, მაგრამ მე თვითონ ახლა ქართველი რო ვარ, ვერ ვაფასებ ალბათ. ხო ხვდები აი შეფასება ჩვენ თავს ხო თქვენ თვითონ ვერ ვაფასებთ, ან საკუთარ შარმს და სილამაზეს ჩვენ თვითონ ვერ ვაფასებთ. ხვდებით რა შეესაქმე? თქვენ ალბათ ფიქრობთ, კარგი რა გათხოვებაო, სად გინახავთ რომ ქართველი კაცები თხოვდებოდნენ, მაგრამ მე გეტყვით, ახლა იმიტომ ვერ თხოვდებიან, რომ დაბმული გვყავს ეს საჯიში ქართველები და გულში იკლავენ იმ გრძნობებს. და აი ევროკავშირში რომ შევალთ და ამ დაბმულებმა თუ აიწყვიტეს, მერე ნახეთ რამ ხელა უბედურება დატრიალდება ქვეყანაში. ტაციაობა იქნება ჩვენს კაცებზე. ვინ ვის ევროპულ მკლავებში აღმოჩნდები და არავინ არ ვიცით. არავინ არ ვიცით, მაგრამ ერთი რაც ვიცი ის არის, რომ კარგად დაიმახსოვრეთ ევროპელო კაცებო. გრძნობების გარეშე გამორუცხულია მე ვინმესკენ გავიხედო. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ესეთი ვარ. მე ესეთი ვარ და სხვებზე თავს ვერ დავდებ, არ ვიცი, არ ვიცი. აი ეს მინდოდა რაც მე თქვა თვითფასო მეგობრებო. დიდი მადლობა, ეს იყო დღევანდელი ჩემი მონოლოგი, იმედია ჩემს ბენდს სულ მალე გაფრთხილოთ მენდი თამლალეგებს წევრი. მადლობთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი ლიკა ბასილაია შავგულიძე. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ, გადაცემის წარმომადგენელია კომპანია PSP, PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი სპონსორია კეტონალი დუო, ჭკვიანი კაფსულა სწრაფად და ხანგრძლივად აყუჩებს ტკივილს. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტომობილსახურის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენმა შემოქმედებით და ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი. ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილკნეტი და ახალი ქსელები ნომერი 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენეთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუს ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებს გადაცემაზე, მინდა წარმოგიდგინოთ ნომერი ირაკლი ღარიბაშვილი გირაოს შესაგროვებლად ყიდის ბინას. ნახოთ ვიდეო. მოგესალმებით ძირფასო მეგობრებო, იგი ყიდება ძალიან მაგარი სახლი, ძალიან მაგარი ფასად, უმაგრეს ადგილი შუაგულ ვაკიში, აი მობძენით, აი რავი ვაკის პარკს გადაყოლეს, უძალიან მაგრესია, ფრთხილად იყევით ძალიან თქო, აქ ბიძინა ივანიშვილის ნაკვალებია და ძალიან თქო რომ არ წამიშაროთ ეს სახლი რომ მაჩქე იმის მერე დარჩა. მობძენით ხავი დაგათვალიერეთ ჩემს უძალიან მაგრეს სახლს, ესე იგი
იყიდება ყველაფრით უზრუნველყოფილი სახლი ავეჯით ტექნიკით, მანქანით, პარკინგით, ყველაფრით. ოღონდ რეალური ყიდველები გამომიხმეურენ პროკურატურასთან და მაკლერთან არ თანამშრომლობთ. სახლს აქვს 4 კუთხე, 3 ჩვეულებრივი კუთხე და 1 კუთხე არის საკუთარ შესწავლაზე დასაფიქრებელი. აი ახლა დავფიქრდები ჯერფას მეგობრებო. აი ახლა ფიქრობდი აი შესწავლი დავჭი. აი ეს კუთხე უნიკალური კუთხეა. გამომყევით მოვიძანით. ეხლა მე გაჩვენეთ უნიკალურ დუშკაბინეს, მოვიძანით. აი ეს დუშკაბინე ჯერფას მეგობრებო, ეს დუშკაბინა ის ტყვია გამომტარი ჯერფას მეგობრებო, აი ბიძინა რო გამოდიოდი ხოლმე მიტინგებზე და აი ეს ედგა მაშინ მე მაჩუქა ბატონმა ბიძინებ და აი კონდესო და შენ აი აქ იბენები და მინდა გითხრათ რომ ტყვია გამომტარის გარდა ისეთი არის რომ აი ხმაც არ გამოდის, საერთოდ რო ლაპარაკო შე იღიღინო თამამად შეგიძლია იღი ნაკეთვენო აკანის უკანი მაგ უნიკალური მაჯვი მეტრელები ცხელი წყალი მოდის მარცხნივ მეტრიელებ ცივი წყალი მოდის შუაში აწევთ ვარე მამა ჩემის ქარხნით ღვინო მოდის შესწავლი მოკლედ ძირფასი მეგრები როგორც გითხარით ამ სახლის შეიძლება ყველაფერი ავეჯი ტექნიკა სულ ყველაფერი მაგრამ ეს სახლი არის უნიკალური კიდე იმით რომ ამ სახლს აქვს არჩეულებრივი აივანი, თავიდან ეს აივანი სუსხომ ხარეს იყურებოდა, მაგრამ მე მთლიანად სახლი მოვატრიალებინე, თავის აივნიანა და ჩემი აივანი პირდაპირ უყურეთ ბატონი ბიზნეს აივანს რა. და აი აქედან ხმამაღლა უყური ხონი ყოველდღე რიტუალი იმას ყოდა შეიძლება ბატონი ბიზნე ძალიან მიყვერხე და ის ეხო მიდის ხომ და ბატონი ბიზნეს ფანჯრზე აკაკონს იგივე ძალიან მიყვარს. მე მინდა გაჩვენო ძირფასი ეს უნიკალური მაგიდა, სადაც ამ მაგიდაზე დავწერე პირველად ლექსი ბიზნე ივანიშვილზე, ბიზნე მიყვარხარ ესეთი ლექსი იყო. ძალიან მოიწონეს სხვათა შორის და მინდა გითხრათ რომ ამ მაგიდაზე არის დაწერილი ყველა ის მადლობა რაც ბატონი ბიზნესთვის მithქვავს ზეპის სიტყვიერად და წერილობითაც რა თქმა უნდა და ბატონი ბიზნეს აქ ვისადგებ შემთხვევით და მადლობა მინდა გადავხადო იმისათვის დროზე შემაჩერეთ და რო არ გავწუწკდი ამისთვის დიდი მადლობა და რა ვიცი ეს ყველაფერი რო წამართვით მე ეს ქონება სულ ყველაფერი აგერ უკვე ჩემს სახსაც ვყიდი და დიდი მადლობა იმისთვის რომ ასე სახელოვნად დამეჩეჩენეკით სახს რა თქმა უნდა ეს დივანის მოყვება ეს არის უნიკალური დივანი ჯერბეც მეგობრებო ეს იყო როდინდელი იცი მე რო არავინ არ ვიყავი საერთოდ არც ეს იყო ჩემთვის მანქანაც სახლიც რა ვიცი ავტოფაირიხიც ყველაფერი მაშინ ბერეს პროდიუსერი ვიყავი და ძალიან ბევრი ტყვილი მოგონება მაკავშირებს აი ამ ტახტზე აი აქ მეძინა მე მინდა გითხრათ და აი ხაც წვევი ხოლმე ამ ტახტზე ტყვილი მოგონებები მაგონდება რა რომ ყველაფერი ახ თვალწინ მიდგეს და აი ხაც თქვენ თვალწინ აი ესე რაც არ უნდა გადამიხადონ, მე ამ სახლის გამყიდველი არა ვარ. 2 მაგი, 3 მაგი, 4 მაგი ზოგადად დამიხადონ, არა, იმიტომ რომ ერთი ღამე დამჭა, აქ რო გავათენო რა და მეც აქ ერთი ღამე უნდა გავათენო, ჩემი საქართველო ეკანის. ირაკლი, რა წარმოდგენა გამართი აქ? შეიდნენ იცი, ბატონი ვინ მოჩულე? ამდენოდი ირაკლი? აი ბატონი სახლი უნდა გავყიდო რა ის იძულებული ვარ რა. ჩემი სახლი კაცო. თქვენ რომ მაჩუკიდე სახლი უნდა გავყიდო, ხო რა აი გირაომა გადასახდელი და ნუჟდენი ვარ და ასმე ლაპარაკები კაცო. კაცო, რით ვერ გაიგე შენ? რომ ეს სახლი კი არ გაჩუქე, გათხოვე. და ახლა არაბებზე გავაქირავე, ხვალ უნდა შემოვიდნენ. დაცალე. კაირე ბატონი რაღაც იქნება გამი არც წესასწრული მიინიმი რაღაც გამიხერხდი კინემა ცოტა ხანი. თუ არც წესასწრული არ გაქვს, მაშინ გადაგიყვანენ მიუსაფარ პოლიტიკოსთა თავშესაფარში. დავარეკავ და გადაგიყვანენ. მაშინ კარგი ვოლიერი მინდა. კარგი ვოლიერში შემესახელთ მაშინ. კარგი, ლუქს ვოლიერს ავარჩევი რომ შედის. გინეცველი ბატონი ბიძი. გადი ახლა მოვწყდი თავიდან. მეინც ყვები ხო ხედავთ? ვაგზელებთ გადაცემას მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წამდგენია კომპანია PSP, PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია კეტონალი დუო. კეტონალი, როცა ტკივილის გაყუჩება გჭირდება. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე, ასევე გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტომობილპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენმა შემოქმედებით და ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი. მისი მოძებნა მარტივად შეგიძლიათ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილკნეტი და ახალი ქსელები 345
და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუს ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემაზე, მინდა წარმოგიდგინოთ პარლამენტარი ქალების მუსიკალური ნომერი და აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში, ინსაუნდი სტუდია, რომელსაც ვენდობთ. ნახოთ მუსიკალური ნომერი. Firfasa მეგობრებო, ბრუნდებით რეკლამიდან და მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ქალბატონი ლიკა ბასილაია შავგულიძე. ძალიან დიდი მადლობა ლიკა, რომ მოხვედი, იმიტომ რომ მე შენს გამოსვლებს ყველაფერს ვუყურე. ხო და მე რას წარმოვიდგენდი მოხდა? ხო, იმიტომ რომ გამორჩეულად საინტერესო ხარ, იმიტომ რომ რაღაც შენი ინდივიდუალურობა გაქვს და ეს მომწონს. გმადლობთ. პირდაპირობა გაქვს, ანუ პირდაპირ ლაპარაკი გიყვარს. ასე მგონია რომ რაღაცა კახელიც უნდა იყოს ცოტათი ხო და რას მეძახდნენ? იცი ერთ-ერთ სამსახურში მეგრელი კახელი. ხო და ესე პირდაპირობა გაქვს და არა კახური არა მაქვს. არაფერი არა. რამდენადაც ვიცი. ხო. ნუ აი შენს გვარზე და ორი გვარი გაქვს. ხო. მამის და დედის. ძალიან კარგი. და როგორც ვიცი, კიდე ბებია ყავდა იტალიელი. ბების დედა. ბების დედა. დიდი ბებია, ანუ კი ბატონო. იტალიელი. კი, ჩრდილოეთ იტალიიდან. საიდან დიდგვაროვანი სხვათა შორის. ანჟელიკა პავანი. პავანი გვარა? პავანი, ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთი. ხო, დიდგვაროვანი და ოდესაში ჰქონდათ ფაბრიკა ქარხნები. და მოკლედ იქ გაიცნეს ჩემმა დიდმა ბაბუამ ისიდორე ლეჟავამ და ანჯელიკა პავანი. კაია. ცინალა წყობა კაია. წარმოიდგინე ამ საშინელებაში ჩამოიყვანა ომში, სამოქალაქო ომში, რევოლუციაში და რომ გაწყდა მე აი როგორც ეხლა ვართ, ხო? საფრთხის წინაშე. ზუსტად მაშინ ეს საფრთხეები იყო 21 წელი. ხო. იცი რატო ეს იტალიური მანერები? შენ ბებია ჩემს არ იცნობ. იქიდან გამოყოლილი, მე მგონი გენეტიკურად აქვს, რომ აი მუდმივად ხმაურიანი ხარ. ხო? რაც არის ეს არის. კი ბატონო, ხო. ესე იგი დღეს შესრულდა ფაქტობრივად 1 წელი აქციებიდან, ხო და მე მგონი უპრეცედენტო შემთხვევაა, ხო ესეთი საერთოდ სოფლიოს რომელიმე სადმე ყოფილა, რომ 1 წლის განმავლობაში უწყვეტად აქციები გამართულიყო. იცი რა არის, ხო, არა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით ამის თაობაზე, მაგრამ ეხლა დღეს შემხვდა უცნობის რაღაცა და გოგა ხაინდრავას ეგრეთ წოდებული საუბარი. ჭურშიროზის ადგას იგითა რომ ეთყოლებს და ისაო, რა ქვია, ბელორუსს რო ადარებენო საკუთარ თავსო, რა იქო ჩვენო უფრო მაგრები ვართო. ბელორუსები მალე გატეხესო და აიო ჩვენო არ წდებითო და რაღაცა და იქო ხალხსო ხოცავდნენო და აქ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რა გარანტია ქონდათ ქოცებს, რომ მაშინ იმ საშინელ დღეებში, რაც შაშან დაიწყო ზუსტად დღევანდელი დღიდან მოყოლებული, რომელიმე არ მოკვდებოდა, ანუ რას უშვებოდნენ ადამიანები. თავ გაჩეხილი ბიჭები, გოგოები. გადაჭერილები არიან მართლა ბეწზე მართლა და ამას ერთი ხო კომაში იყო საერთოდ. კი, და ეს ასე რომ ქოცებს ბედი ქონიათ ამ ნაწილში რა. კი. გახარიას გუნდი არ შემოუერთდა დღევანდელ ამბავს. ანუ საქმე, რა ვიცი რა. რაღაც ხო არსებობს რაღაც მორალური. მე უნდა გამოვტყდე რომ აი ძალიან ის არის, მაგრამ ნუ გახარიას მივეცი ხმა. იცი რატო მივეცი ხმა? რატო? საწყალი გვარამია, ხო ალბათო იქ რაღაცას აბალანსებ და სწორედ მივხვდა რა. ანუ ვცდილობდი რომ იქნებ დავაბალანსოთ ის ნაწილი, რომ ხავ ნაცების შიჟით რო ვიღაცები ხო იცი? რომ აი რაღაცა რო ისევ ნაცები არ მოbrunდნენ და მოდი ეს ფლანგი გავაძლევ შუაში სტური მოწოდა ეს. დავალაგე ტვინში, მაგრამ რა ეხლა ჩუმათავარ. დღეს გადავეყარე რაღაც პოსტს, რაღაც ინფორმაციას, რომ ფილფანი ამბობდა, რომ ჩვენო იქ არ ვიქნებით, არსადო სადაც ნაცები იქნებიანო. დიდი ბოდიში შაშან ეს გოგო მე მახსოვს ძალიან კარგად რუსთაველზე იდგა უამრავი ისა რა ქვია გახარიას პარტიის და მაშინ არ იყვნენ ნაცები ქუჩაში სად არის კამერა მაშინ არ იყვნენ ხალხო ნაცები შაშა ქუჩაში რუსთაველზე და წელს რო გაგახსენდათ ნაცების არსებობა შაშან არ იყვნენ როგორ არ იყვნენ ხო და ეს რა არის იცი ამას ქვია პოლიტიკური ფარისევლობა კი არა მხოლოდ
ფარისევლობა აი თავისი სრული გაგებით ამ ტერმინის და სიტყვის მნიშვნელობით. ესე იგი მე მგონი პირველად ყავს ნასამართლევი ქალი სტუდიაში. უი მართლა? რატო არ მოიყვანე აქამდე არა? აქამდე არ მქონია შესაძლებლობა, ეხლა იმდენი ნასამართლევი ქალია. რომ აი რა ვიცი მე მგონია რომ ეხლა ეს უნდა მარტო მივაწყოთ. ჩემთან ვიჯექი მე და პლუს 3. ხო, იცი რატო, იმიტომ რომ შენი დაკავების მომენტი იყო აი აბსოლუტურად რაღაცა ველურული, ბარბაროსები რაღაცა. იცი ამახსენებდა. აი ხო ვიდექ ჩემთვის და რაღაცას უხსნიდი ხალხო რომ წაგიყვანენ ომში რუსები აქ თუ გამაგრდნენ და რა გეშველებად მერე თქო ვეუნებოდი კაცო ერთი დრონი რომ მოფრინეს ხო გაქრებით ყველა თქო და მე არ ვიცი ამ კაცმა როგორ მიიღო ეგ ამბავი მაგის გამოფრინდა გამგელებული სახით მეც გერა კისერში რას თავარი აი სათხდება ეგეც რამე ვის გაუგია ეს რომ დამეძგენს ხალხი აქეთ ქაჩავდა ისინი იქით ქაჩავდა მეცვა ძალიან სიმპათიური ჩემი საყვარელი ტყავის მკურთუკი და დაფლეთებად წეული ხვინახავ რომ იქნებ მომიდე სტრასბურგში ჩივლით ეგ უნდა წარმოადგინოთ ნაფლეთები უნდა წარადგინოთ ნაფლეთები და მე იქ რო შევედი იმ შუშებიან განსაწმერდას ვეძახი იმიტომ რომ იქ როგორ იყო იცი ხო ქრება ხოლმე ხალხურად რომ გაიტაცებენ და ადამიანები ქრებენ და მე ვარ ყვევთ რომ აი საწაიყვანეს საჩელება იყვნენ და ამ დროს ყველა ხდება იქ აიგე იმას დავარქვი განსაწმენდელი იმიტომ რომ უცბად იქ შუშები თეთრი ნათება რაღაც მოდის ბევრი ერთნაირი რაღაცა სხეული ლივლივებს და უცბად ამ ლივლივში ხედავ შენიანებს და ვაშა ექიმიც აყოლია. უი, თამუნაც აყოლია. ბორკილებიანი აქტივისტები. ბორკილებიანი, უკან ბორკილები, წინ ბორკილები და ხო ფიქრობ, ხომ ეს დამადებენ ბორკილებს და დამანდეს ბოლოს ბორკილები და ხო თავი, ხო თავგადასავლი რომ შენ თავს ხდება ფილმი. აიგეთ შეგრძნება კინოში ხარ. ხო, იქ ქონდათ რაღაც გეოპოლიტიკური მიმოხილვა პოლიციელებთან. რას გამოიწვევს უკრაინის წაგება, რომ პირდაპირ საზღვარი გაივლება, პოლონეთს მიადგება, პოლონეთი ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ევროკავშირს და ნატოს ქვეყნებს და გაათკეცებული ძალით წავა პირდაპირ იმაზე, ევროპაზე შეტევით. სხვა შორის მინდა გითხრა, რომ აი ესე დაამწყრებული ჩვენი პოლიციელები, ვისაც უნდა რომ იაზროვნოს აი ესენი ამას უსმენ ჩვენ დებატს სხვა პოლიციელთან მოგეთ რა და მე მუთხარი კაცო ჩემი თუ არ გჯერათ მეთქი მოусმინეთ სალავიოვს მეთქი ვლადიმირ სალავიოვმა თქვა მუთხარი რომ აუდისა რა ქვია ნუ ჩვენ გჭირდება ქართველებიო რომ არიან ძალიან მაგარი მებრძოლებიო და 100 წელი რო ვიცავთო ახლაც რო ვიცავთო აი მაგათო ფარველობთო ეხლა ჩვენო ეგეთი გჭირდება ომშიო და არა ეგო როდის თქვავის მეუნება მოდება ბატე პოლიციელი და ახედა მე ზევით და დაუდასტურეს ზევით ხო თქვა სხვა პოლიციელებმა კიო თქვა და ეს იმას ნიშნავს რომ ფიქრობენ და თუ ფიქრობთ ხალხო დაგვიდექით გვერდით კი არა ქემაიც კისერს მოგვაგრობდა ისე დაგვიყვანეთ რომ კისერი და ქურთუკი არ შემომაფლიტო თვითონ შიგნით პირობები ახლა აი ბევრს ქონდა ხოლმე ახლა მაგვა ნიკა კაცია მყავდა რომ აი მაგალითად სააბაზანოში არისო ის სტანდარტი რომელიც ხო მოკლედ ესე იგი როგორც იდგა დადგა სანატრი დღე და ნანატრი დღე და გვეღირსა შღაფში წასვლა ხო და 3 დღეს მერე რო ისა წავედით და გოგო ძალიან მკაცრი ზედამხედველი თუ ბადრაგი და 10 წუთი გაქვთ ხო და საპონი და ხო შამპუნი მეთქი თმაზე შამპუნი არ არის რატო მეთქი მე უთხარ და საპნით დაიბანეთ ანუ აი ახლა რუსული საპონი რაღაცა სასწაული საპნით ბოლოს როდის დავიბანე თავი გახსოვს შენ დავყარე იქვე ხო წაზაცმელი და შევარდი ამ შხაპში ჩამოხო ჯერ ხო იცი კარგად ვერ არკვევ სად არის წითელი ჯუის ლურჯი არ არეწერა და ჯერ ხო ერთი წუთი მოდიო და გაყინული წყალი და მერე ხო იცი მივაგენი იმ წერტის სადაც მოდის
უკვე თბილი წყალი და რომ გამოუშვი და ველოდები ხო ცენტრში ვდგევარ და უყურებ ესე და თან ფიქრობ ნეტა რამდენი წუთი გავიდა და წამოვიდა ეს, მაგრამ საწამოვიდა ვერ მივხვდი, ხო? აი, აშკარად რაღაცა ხდება და ვერ ვიგებ, სად ხდება ეს ყველაფერი, ხო ხდები? ანუ სადღაც მესმის წყლის ყვა და გამოვიხედე და მთელი ჩემი ფეხსაცმელი, შარვალი საწოდაობა რომ აწვია ის რაღაცები, იმას ესხმება წყალი და ანუ შხაპი იყო ეს ორად გაყოფილი და ორივე სხვა მიმართულებით მიდიოდა სხვაგან და მე ვიდექი ცენტრში გაწა ესეთი ხო იცი აწურული და შხაპი მე არ მესყმევა და სად მიდის ეს წყალი და ამ დროს ყვევში ლივს რაღაცნაირად მოაკლაპორდა და ბრახ კარებზე ხო იცი გამოდით გამოიწურა თქვენი დრო გამოდი ხოთ გაასწოროთ რომ სხვების არ დატანჯოთ ხალხო სირცხვილია შხაპი ეკუთვნის პატიმარს ის არ ეყოფა რომ უკანონო პატიმარია ამლებზე ქონდა როგორც ვიცი პრობლემა ხო ნუ ეხა ეგ საერთოდ არ არის სასაცილო ამ სამ დღეში წარმოიდგინე რა სულ მიწევდა წნევა იმიტომ რომ არ მქონდა ჩემი წამალი მარეგულირებელი და მერე ისა რა ქვია ხო და უნდა რეცეპტით გამოიწერო და ფორმა ასეო სანამ ეს ყველაფერი მოხდება კაცო მე ხო მოვკვდები აქ რომ ბოლოს რამდენი მქონდა იცით ხალხო წნევა 195 100-ზე და იმ კაცის შეეში და ეკის მართლა მაგრამ აქედან გამომდინარე ვიცი რომ მე კიდე რომ დამაკავო ნამდვილად მოვკვდები და ხოცება აი მსხვერპლი არ არისო ხო იძახო და აი მსხვერპლი ვიქნები კი ბატონო, დამაკავეთ, მაგრამ იცოდნა, აუცილებლად მოვკვდები ციხეში. და ეს იქნება თქვენი ბრალი და მერე თქვენ თავს დააბრალეთ კი. ვეთქვა დაგიფაროთ, კაცო, რას ამბობთ. აი, იცი რა არის, ერთი შენი ძალიან კარგი ის ჩანახატი მომეწონა ძალიან პროკურორ ქალებზე. ცოტა სასტიკი იყო. ხო, ცოტა სასტიკი. მაგრამ მათზე სასტიკი არის. ხო, აი პროკურორი ქალები, როგორები არიან პროკურორი დილით რო დგებიან. აი, მგრიდი დაიწყე და სულ იცი რაზე ვფიქრობ, რომ ბავშვობიდან ვიცი, ეკლესიური ვიყავი და რომ აი ღმერთმა დაგვაწერა გულის ფიცარზე სინდისი. ანუ და აი ამ სინდისის კარნახით ცდილობთ, რომ ვიცხოვროთ, ვიცი რომ უამრავი ადამიანი ცდილობს, რომ იყოს კეთილსინდისიერი, იმიტომ რომ სხვანაირად დისკომფორტი აქვს თვითონ. ღამე უჭირთ ძილი რაღაც აი რაღაც სიტუაციები ხო ყოფილა ცხოვრებაში და გაწუხებს. აი ამათ არაფერი არ აწუხებთ, იცი? ეგეთი შეგრძნება აქვს, რომ აი როდესაც იგრძელებენ ფრჩხილებს და თმეებს და აი რაღაც აი ამ განსაკუთრებულ რაღაც ბოტოქს, ან როდესაც წვებიან ღამით ხვალმე ამას უნდა სასტიკი და დაუნდობელი უსამართლო განაჩენი უნდა გამოუტანო აი ამ გაკეთებული ფრჩხილები და აგზელებული თმებით და ანუ რა სინდისი და რა გულის ფიცარი ხალხო რანაირად მოევლინეთ ამ სამყაროს ასეთები როგორებიც ხართ აი როგორ არაფერი არ გტკივათ და არ გაწუხებ და ღმერთის ხო არ გწამდა დარწმუნებული ვარ ამაში არც სიკეთის არც ღმერთის არც იესო ქრისტესი არც მამაზეციერის არც წმინდა სულის არაფრის არ წამთ თქვენ იმიტომ რომ თქვენ ემსახურებით ბოროტებას უსამართლობას და გწვენოდეთ და აუცილებლად აგებთ პასუხს ხო, იმიტომ რომ მართლაც ესე გამოილამაზდებიან, გამოიპრანჭებიან, მოდიან სამსახურში და შეიძლება ხა ვის დამნაშავეა შეიძლება ბრალი წაუყენო, მაგრამ ავიდე რა როდ ჩაიჭყულითავ. ერთნებს ერთი ნემსი გულშიც მოიჭყულით ერთი რომ იქნება რაღაცა გაგეხვიდო სინდის. ერთის გულში რო დაირჩო. შეხვალ ჟურნალისტი ხარ გამოცდები. როგორ უყურებ ხოლმე? მე ვარ ვეტერანი ჟურნალისტი, მაგრამ დღეს ძალიან აქტიური მოქალაქე. აქტიური მოქალაქე. და წერ. თუ აი პროპაგანდისტულ არხებს თუ ადევნ. თვალო, იქაც მუშაობ, რა ქვია, ბორდის წევრი ხარ პირველი არხის, მაგრამ აი იმედი. როგორ მუშაობს რა, ანუ შეიძლება არ უყურებ იმას. არა, ისე ზოგადად რაღაც ჩავს ქროლავ და რაღაცა. კარდებს ხომ მაინც ნახო. ისე ვცდილობ რომ არ ვნახო, იმიტომ რომ უსამართლობისგან და აი იმისგან რა აღშფოთებისგან მეწყება ისე რა ქვია გულის აჭკარება და არ ვიდა. ერთხელ შემხვდა რუხაძე, ჩემი კლასელია სხვა შორის. და ისა რა ქვია
ამერიკის საელჩოში მიღებაზე ვნახე რუხაძე 1-2 წლის წინ თუ 3 წლის წინ აღარ მახსოვს და ვუთხარი კიდევ კარგი მოვახერხე და აი გარშემო ხალხი შემოყვეყუია. პირდაპირ მივარდი. შენ ხარ რუსი პროპაგანდისტი, ვუთხარი მე რუხაძეს და აქედან კიდევ გავიმეორებ. შენ ემსახურები რუსეთის ინტერესებს, შენ ავრცელებ საზოგადოებაში, საქართველოში რუსულ ტყუილებს და რუსულ პროპაგანდას, არაფრით განსხვავდები რუსი სალავიოვისგან, არც შენ და არც შენი ჟურნალისტები. სამარცხვინო მოღალატე ხარ. აი ამას გეტყვი რუხაძე. კი ბატონო, როგორ ფიქრობ აი ეს ემიგრანტების ხმის საკრძალვა? თავაზობით ჩამოდიდო კაცო ერთი დღე, ნახე თუ აქ რა ხდებაო ამ ქვეყანაშიო. გაიაზრეთო. კარგად თუ გაიაზრეთო. აი დღეში ჩამოდით გაიაზრეთ და ჩვენ მოგვეცით აქ რომ გაქაურს ჰაერსო შეისუნთქავ და აქაურ ძალიან კარგად იციან იმათ რა ხდება. იმის მიხედვით ზოგი პროპაგანდისტის თავაზობს რომ ბირჟაზე დაჯექიო კაცო აქ ჩვენთან გაიაზრე დომინოსო თამაშობს. ანუ დომინოს თამაშის დროს იბადება ჭეშმარიტება ხდ რომელიც უნდა რომელსაც უნდა ეზიაროს ესე იგი გაუთვითცნობიერებელი ისა რა ქვია ემიგრანტი ხო რომელსაც პულზე უდევს ხელი იმიტომ რომ მათი შვილები აქ არიან და მათი ოჯახის წევრები და ზუსტად იციან რაშიც არიან და რა პრობლემებშიც არიან და იმიტომაც არის რომ იქ ვერ იგებს ქოცი. კარგი. ესე იგი, ეს თუ უყურე ბოლო კომიტეტის ხდომას თუ უყურე, ქალბატონი ეკაჯიჭინაძის მიერ წაყვანილი. ნუ პირველი წაყვანა იყო შეიძლება ნუ პირველი იყო და ხო ცოტა გაუჭირდა. აი ხო არის რაღაც დონე, ხო? აი რაღაცის დონე, რომლის ქვევით მარტო კევის ღეჭვაშიც არ არის საქმე. ერთი არის კევის ღეჭვა. მეორეა რომ სეფაშვილი შეშფოთებით უყურებთ. ხოცი ეგეთ დავიჭირე რომ რაღაცა ცოტა ესე უყურებდა რომ რაღაცა არ ვიცი ხა რა აზრები უტრიალებდა თავში კარგი არაფერი სავარაუდო. მაგრამ აი რაღაც დონე იცი აი ხო რაღაცაც გონია თავი ხო აი რაღაც ძალიან დონე და მაღალი კლასი და ელიტა წყალებში ელიტა ამასობაში ელემენტარული უკულტურობა ელემენტარული რომ ეს კევი გამოიღე და თუ არ იცი კიდე ლაპარაკი და თუ არ იცი და თუ სიტყვათა მარაგი არ ყოფნის მაშინ გადუმდი გენაცვალე და გადაულოცე სხვაზე შენი ვინ არის კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის თავმჯდომარე კულტურის და სირცხვილია ხალხო სირცხვილია და არ შეიძლება ნეპოტიზმით თუმცა ნუ ეხა ვის რა უნდა ელაპარაკო ხო ხდება ქოცისტანში ყველაფერი მოსულა ხო მე ყველა ძალიან მომწონს მისი ბოლო ფრაზა მან რომ ძალიან კაი ინიციატივა ძალიან კაი ინიციატივა სამარცხვინო მდგომარეობა რაზეა ლაპარაკი. ხო, ეხლა ბოლოს კიდე შემოვარდა ეს თემა რა. ანუ ეხლა ჩვენ ცოტა ანერვიულებულები ვართ ეხლა ამ ქვეყნის საჯიში ქართველი მამაკაცები. ხო, ეს გათხოვების თემაზე რა. ანუ ეხლა კიდე კასში დაალაგდა სიტუაცია. კასში როგორც იქნა ეს კერები, გეიკერები ჩააქრეს. აი კასპელებს ჩაწერეთ ვინმე რა. რას ამბობენ თვითონ ამ? არ მიკითხავს, ნათესავები კითხავს, მაგრამ კი უნდა ვკითხო. დაურეკეთ, მოიკითხე. რა შეინარჩუნეს ვაჟკაცობა ისა ვაჟიშვილობა თუ არა? გამოიძიენ. მოკლედ ყველაფერს აკეთებენ, აი წილოსანს ხო ყავს შვილი მაგალითად, ხო ილაპარაკო გუში რაღაც ქარts გადავეყარე, მე სხვა არ შემილი ვერ უსმენ. ხო და ის გადავეყარო რომ რაღაცა ქორწინება რაღაც ისევ იგივე თემა და მაინტერესებს კაცო წილოსანო ქალბატონო წილოსანო თქვენი შვილი რომ ცხოვრობს ევროპაში და კიდევ ამერიკაში მოგზაურობთ და ასე შემდეგ აი მაინტერესებს დაკარგა მან ვაჟიშვილობა აი უბრალოდ გითხარით ხო რატო გემეტება თქვენ ჩვენთვის რუსეთი ხოლო თქვენი თავისთვის გემეტებათ ევროპა და ამერიკა. აი ამაში აი დაგვარწმუნეთ რამენაირად და ფაქტები და არგუმენტებით. ხოდენი პირადი მაგალითი. აი გადადით რა საცხოვრებლად ვოლგოგრადში მაგალითად რა.
და დაგვარწმუნეთ, რომ ერთ მორწმუნე რუსეთთან უკეთესია ცხოვრება, ვიდრე ევროკავშირის ქვეყანა გავხდეთ. და კაცო, ჩვენც აფორიაქებულები ვართ კაცები. რატო თვალი არ გაგეგწევს? არ ვიცით რა მოხდება, როცა ევროკავშირში შევალ. შეიძლება ესე უცებ, რა ვიცი, 1000 გამხეცებული მამაკაცის ზღვა დაიძრას ევროპიდან. შემოცვიდეს ამ ქვეყანას. აქ რო შემოცვიდეს. და ჩვენები რო გაწვივდნენ იქი და იქ საერთოდ ვიღა გაარკვევს სად რა ხდება და ვის სადავდიოთ ამ ჩვენს ბიჭებს. ვისად ბრუშობს. სამარცხვინო, ნუ პროპაგანდა. სასაულია. აი კითხონ, აი ბულგარეთი, აი ხო არის მართლმადიდებელი ქვეყნები. რუმინეთი, ბულგარეთი. აი დაელაპარაკეთ იმ ადამიანებს, ხო? ჩვენი თუ არ გჯერათ, აი გაარკვეთ, წადით, რაღაცნაირად შეისწავლეთ საკითხი, ანუ ცუდი რო ყოფილიყო ევროკავშირი, მართლმადიდებლური რუმინეთი და ბულგარეთი. შევიდოდნენ, გახდებოდნენ წევრები? მაინტერესებს. საბერძნეთი თუნდაც. საბერძნეთს რო თავი დავადებოთ, კაცო, ყველაფერს. საბერძნეთი. ხო და აი, რავი, მოკლედ ფარისევლობა, ტყუილი, რუსული პროპაგანდა არის აი ქართული ოცნება რაზეც დგას, აი ეს არის რუსული პროპაგანდა, რუსეთის მართლობა და ინსტრუქტაჟი და ზუსტად ანუ ყველაფერს მიყვებიან, როგორც ითხოვს, რასაც ითხოვს რუსეთთან ჰარმონიზაციის პროცესი. და ხალხის აზროვნებას იმ დონეზე დაიყვანეს, რომ უკვე ისეთ ფრაზებს ამბობენ, იცი რა არის, აი არაფერი არ მინდა, სუპი მექნება, სუპ შევჭამ. ხო, შეიძლება ესეთი ხალხი ყოველთვის არსებობს. ხო, ნუ სუპი მაქვს, სუპსა ვჭამ. ეს მაგარი ფრაზა გავარდა. მაგარი ფრაზა გავარდა რა, ანუ ძალიან ეს პოსტულატი, რომ სუპი მაქვს და სუპსა ვჭამ, ანუ ასკეტური ცხოვრების წესით უნდათ რომ ასკეტური ცხოვრების წესით მაცხოვრებელი მოსახლეობა უნდა რომ ბიზნეს ცხოვრობდეს აქ. არაბებთან ერთად. აქეთ ასკეტების სოფელი. იქით არაბების დასახლება. თავისი ველმისრებით, მიწებით, მოხნული ყანებით და მე ეს ყველაფერი რო იწარმოება დოვლათი, საწავა, საემიროებში. კი ბატონო, გაედინება. და ეს არაბები მოიყვანდნენ, არაბები ივაჭრებენ და არაბები გამდიდრდებიან, ხოლო ჩვენ ასე ვისყლები და სუპი მაქვს, სუპს ავჭამ. თან მე მგონი ამ არაბებზე თვითონაც ძალიან შეშინდნენ, იმიტომ რომ მე მგონი ეს კოცებიც არ უჭერენ ხარს მაგ ამბავს. არა მხოლოდ კოცები, არამედ რუსებიც. რუსებს უნდათ აქ ჩასახლება, ეტყობა კოლონიების შექმნა და კონკურენცია, ანუ შეიძლება უთხრეს, რომ ეხლა შენო აქ ისე ბალანსი დავიცვათ, რომ მარტო ისინი არაბები, რუსებიც უნდა ჩასახდნენ იქვე. ხო, იმიტომ რომ მე მაგალითად არაბები და რუსები შეჯვარდებიან და გაჩნდება ახალი ტიპის მოსახლეობა. მოსახლეობა, ახალი ერი. ახალი ერი. ხო, და ჩვენ სად ვიქნებით ამ დროს? სუპი მაქვს, სუპს ავჭამ. ცოტანი, ოღონდ ცოტანი. ცოტანი ეს პატარა ერთი სამი სოფელში დარჩენილებდა. პატარა კუთხეში ვიქნები. პატარა არა, თბილისში ვაკეში. სუპი მაქვს, სუპს ავჭამ. აი ხო ნერვიულობდი და არაჩვეულებრივი გადაცემა გამო. ხო, არ ნერვიულობდი. მე რაც გადავიტანე, ჩემოვანო. ხო, არა, ნუ მე სიკვდილის პირას მივედი. ხო, წამლის ამბავი. ხო და რაც ხო და იქ ხო ამ წნევისგან ხო მუდმივად ის ქონა და ტკივილ გამაყუჩებლებს მაძლევდნენ და აი გამაყუჩებლებით გავედი რა ცოტა. აი ეს ტკივილ გამაყუჩებელი კეტონალი გოგ ძალიან კარგი. ხო და ეს კეტონალი მართლა ძალიან კაი წამალი. აი სხვათა შორის მე ხო გავესაუბრე ამათ. ყველანაირ ტკივილს 7 წუთში აყუჩებს. ვიცი ხო და ეგ დამალევინეს იქ. სიმართლე თუ გაინტერესებს ხო? კი, ზუსტად 7 წუთი მე დავინიშნე. ხო, ძალიან კაი წამალია რეალურად. მე ძალიან მომწონს. კი ბატონო, აი მე რომ მოხვალ მოცლით ხო, დასალევად შემოიარე და კი ბატონო. გამოვისეენებ ხოლმე. დაგარევი. ხო და თუ დამიჭირეს, ვანო, კეტონალი შემოგამჩად რამენარი და ჩავაწყოთ და რავი რა. კარგი. რაღაცნაირად. ლიკა, უღრმესი მადლობა. არა, ფრიქიო. ჩათვალე მე შენი გულშემატკივარი ვარ, ყმიდა წარმატებები გისურვო არაჩვეულებრივი
რესპონდენტი ხარ. არაჩვეულებრივი. და მინდა წარმატებები გისურვო. მადლობა. ძირფასო ტელემაყურებლო, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი ლიკა ბასილაია შავგულიძე. დღეს მე ამით გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში, წინ პირველი ხაზი გონებათ არ გახამის. გადაცემის სპონსორია ფრანგული პრემიუმ ბრენდის ესტედერმის ხაზი ინტენსივ. კანის ინტენსიური დატენიანებისა და სიჯანსაღისთვის. ესტედერმი ექსკლუზიურად PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.